თეკლა გისმენთ თუ გესმის ჩვენ. იმ ხელნაწერების ასლების გადმოცემის ცერემონია დღეს კიდევ ერთხელ შედგა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომელიც 11 აპრილს უკვე გადაეცა საპატრიარქოსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს. თუ რა ხელნაწერებზეა საუბარი, როდის მოხდა დიდი ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მემორანდუმის გაფორმება და ზოგადად როგორ მოხდა ამ საქმიანი ურთიერთობის წამოწყება, ამ ყველაფერზე ვისაუბრეთ ბუბა კუდავასთან, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორთან ერთად. ბატონო ბუბა, მოგესალმებით. პირველ რიგში მაყურებელს ვუთხრეთ, თუ რა ხელნაწერებზეა საუბარი, ეს არის მე-11-მე-19 საუკუნის პერიოდის ხელნაწერებს მოიცავს, თუმცა განსაკუთრებით გამოირჩევა რამდენიმე მათგანი და რა ისტორია აქვს ამ ხელნაწერებს, რომელიც დღეს საბოლოოდ გახდა საქართველოს საკუთრება უკვე. მოგეხსენებათ, ქართული ხელნაწერების ძირითადი ნაწილი, რომელიც დღემდე არის მოღწეული და შემორჩენილი, არის დაცული ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, თუმცა საკმაოდ საინტერესო კოლექციებია დაცული საქართველოსა თუ საქართველოს სხვადასხვა საცავებსა თუ უცხოეთის სხვადასხვა ცენტრებში. მათ შორის ერთ-ერთი ასეთი ცენტრი არის ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკა, სადაც არის რამდენიმე საინტერესო ქართული ხელნაწერი. ამ ხელნაწერების ქრონოლოგია არის მე-11-მე-19 საუკუნეები, ეს არის 6 ერთეული, მათგან ერთი გახლავთ გიორგი პროხორეს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დამაარსებლის დაკვეთით გადაწერილი ხელნაწერი, ჰაგიოგრაფიულ თხზულებათა კრებული. ამ ხელნაწერის გარდა დანარჩენები ფაქტობრივად იყო შეუსწავლელი და თვითონ ამ ხელნაწერის ასლიც არ ქონდა ჩვენ და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებას ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და საბოლოოდ დამზადდა ძალიან მაღალი ხარისხის ასლები და გადმოეცა საქართველოში სხვადასხვა დაწესებულებებს, მათ შორის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს. ეს ნიშნავს, რომ მკვლევართათვის ეს იქნება უკვე ხელმისაწვდომი, შესაძლებელი იქნება აი შეუსწავლელი ხელნაწერების კვლევაც. ჯამში არის 6 ერთეული, მათგან გამოვყოფდი აი ეს ერთი ხელნაწერი, რომელიც მოგახსენეთ, მე-11 საუკუნის ხელნაწერი. ამას გარდა არის ძალიან საინტერესო პალიმფსესტები. პალიმფსესტი არის ხელნაწერის ფურცელი, რომელიც არის გამოყენებული ორჯერ, აქვს ქვედაფენა და ზედაფენა. ქვედაფენა მისი არის ქართული, მეორე ფენა არის ებრაული. ეს ნიშნავს, რომ ის შეიცავს უძველეს ქართულ ტექსტს. და გამკვლეული თუ არის რა ტექსტზე საუბარი? როგორც მოგახსენეთ, ერთადერთი ხელნაწერი არის შესწავლილი და გამოცემული, ეს მე-11 საუკუნის ჰაგიოგრაფიული კრებული. დანარჩენი ხელნაწერების არსებობის შესახებ კი ცნობილი იყო, მაგრამ კონკრეტულად რა ხელნაწერებია, რა მნიშვნელობა აქვს, ეს დღემდე ამის კვლევის საშუალება არ იყო. და ეხლა უკვე არის საშუალება, პირველ რიგში ალბათ უნდა გაკეთდეს კატალოგი და ამის შემდეგ უკვე შესაბამისი დარგის სპეციალისტები უფრო დაინტერესდებიან და უფრო სიღრმისეულად გამოიკვლევენ. და საინტერესოა დიდ ბრიტანეთში რა პირობებში იმყოფებოდა ეს ხელნაწერები, ზოგადად იჩენდა თუ არა იქაური მხარე ინტერესს და ქონდათ თუ არა რაღაცა ინფორმაცია თუ რა მნიშვნელობის ხელნაწერები იყო მათ საკუთრებაში აქამდე. როგორც მოგახსენეთ, ეს ხელნაწერები არ არის კატალოგიზებული, შესაბამისად წარმოდგენა, ზუსტი წარმოდგენა ჩვენს ბრიტანელ კოლეგებს ვერ ექნებოდათ ამ ხელნაწერების შესახებ. დაცვის პირობები ზოგადად უცხოეთში კარგია, თუმცა რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ზოგიერთი ხელნაწერი საჭიროებს რესტავრაციას, ეს ცალკე პროექტად შეიძლება იქცეს. ვფიქრობ, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ განხორციელებული ეს პროექტი ერთგვარად სანიმუშოდ შეიძლება იქცეს, როგორი უნდა ქონდეს მიდგომა უცხოეთში დაცული ქართული ხელნაწერების მიმართ. ვინაიდან ძალიან რთულია ფინანსურად, ტექნიკურად, ლოჯისტიკურად, ძალიან რთულია უცხოეთის ბევრ ცენტრში ერთდროულად კვლევების წარმოება, იქ მივლენა სპეციალისტების, ამიტომ ძალიან სწორი და კარგი და ადვილი გზა არის, რომ მოვიპოვოთ ციფრული ასლები და ქართველ მკვლევარებს აქ საქართველოში სხვადასხვა დაწესებულებებში იქნება ეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი თუ სხვა მივცეთ კვლევის საშუალება.
ძალიან დიდი მადლობა და მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ჩვენ დღეს ვსაუბრობდით ხელნაწერებზე, რომელიც დღეს გადაეცა ეროვნულ ბიბლიოთეკას და ისინი დამზადდა უძველესი ქართული ხელნაწერები, რომელიც აქამდე ინახებოდა ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, დამზადდა მათი ციფრული ასლები და დღეს ისინი უკვე საქართველოშია. დიდი მადლობა თეკლა, ჩვენ ნინო შეიძლება ვთქვა, იმიტომ რომ ძირითად თემაზე